მოგესალმებით, ეთერშია გურიის ახალი ამბები, მე თამთა დოლიძე ვარ. ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, ძლიერი საქართველოს ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით დაკავებულ პოლიტიკოს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატური სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალ დამცველებმა დააკავეს. რა თქმა უნდა, ამის მოლოდინი ჰქონდა ალექსანდრეც ციხიდან ადვოკატების მეშვეობით ამას გვითვლიდა, ასე ვთქვათ, რომ არ ინერვიულად განაჩენი იქნება ყველაზე მკაცრი. ვარაუდობდა, რომ 12-13 წელს მიუჯიდნენ და ახთა მისი მოლოდინიც. რა თქმა უნდა, ეს განაჩენი დადგა 8 თვის წინ, როდესაც პაპუაშვილმა პირველად გამოაცხადა, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტი. ეს განაჩენი მაშინ გადაწყდა და მაშინ მიუსაჯეს რეალურად. დანარჩენი ეს მთელი 8 თვის განმავლობაში ჩვენ უყურებდით ცირკს, რომელიც იმართებოდა აი ამ შენობაში და მართავდნენ ამ შენობის თანამშრომლები, ასე ვთქვათ. ხო, ზოგადად მთელი ეს პროცესი და დღევანდელი განაჩენი არის კლასიკური და შემაძრწუნებლად ბინძური მაგალითი პოლიტიკური მართლმსაჯულების, იმისა, რომ საქართველოში მიტაცებულია კანონის უზენაესობის იდეა, იმაში, რომ საქართველოში მიტაცებული არის სასამართლო პროცესი და სამართლის ძიების პროცესი მთლიანად. შესაბამისად, არავითარი აქ არ ყოფილა არავითარი რაიმე კონკრეტული დანაშაულის ფაქტობრივი განხილვა ამ დანაშაულის არსებობის საკითხი, არამედ აქ იყო აღსრულება ამოდენიმე თვის მანძილზე პაპუაშვილის თავის დროზე წინასწარ განცხადების და ალეკო ელისაშვილის შერაცხვის ტერორისტად და დღეს პრემიერ-მინისტრთა წოდებულმა გამყიდველმა დაადასტურა აგრეთვე, რომ ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. მან პირდაპირ მოახდინა დღესაც ზეწოლა აი ამ ჯიბის მოსასამართლოზე, რომ ალეკო ელისაშვილისთვის დაეძახა და დაერქმნა ტერორიზმი. ამიტომ არავის მოლოდინი არ ქონდა, რომ აქ მართლა რაიმეს გამოიძიებდნენ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რა ფაქტით შეიძლება მომხდარიყო აქ სასამართლოში, არამედ აქ გააფორმეს შალვა პაპუაშვილის, ირაკლი კობახიძის და სხვა მოღალატეების ჩამოყალიბებული მტრული პოზიცია, რომ ალეკო ელისაშვილი არის ვითომ ტერორისტი. პრემიერ-მინისტრი ანაკლიის სპორტის მშენებლობის ახალ მოდელს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და პარტნიორების მრავალფეროვნებას. შეგახსენებთ, ანაკლიის ნავსადგური აშენდება ლენდ-ლორდის მოდელით, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ. ანაკლიის ნავსადგური იქნება ქართული პორტი. საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში, რასაც კავშირი არ ექნება მფლობელობასთან. ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკის მინისტრს უშუალოდ გადაუხადა განსაკუთრებული მადლობა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ მიდგომით პროექტის გაგრძელება. თქვენ იცით, რომ მანამდე იგეგმებოდა ერთ კონკრეტულ პარტნიორთან ერთად ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის განვითარება. ახლა მიდგომა შეიცვალა და პორტი აშენდება სახელმწიფოს უშუალო ჩართულობით. სახელმწიფო წარმართავს ამ პროცესს და შემდეგ უკვე ოპერირებაში რამდენიმე სუბიექტს შეიძლება გადაეცეს ის პორტი, რომელიც დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში. ეს არის იდეალური მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვას და რომელიც ასევე უზრუნველყოფს პარტნიორების მრავალფეროვნებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ტვირთები ანაკლიის პორტში და ეს არის აუცილებელი ანაკლიის პორტის მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირება. თინა ბოკუჩავა და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრები საკუთარ უფლებამოსილებას ყრილობის გამართვამდე შეასრულებენ. მათ უფლებამოსილების ვადა 8 ივლისს ამოეწურათ. პარტიაში განმარტავენ, რომ ყრილობა სავარაუდოდ ივლისის ბოლოს ჩაინიშნება, რომელიც დროებითი მართვის ორგანოს აირჩევს. შეიქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება პარტიაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ინიციატივა მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ ის იქნება ამ საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო ნანუკა ჟორჟოლიანს რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივნის პოზიციაზე განიხილავს. თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ თავმჯდომარეობის პოსტზე კეჭისყრას აღარ აპირებს. თქვენ იცით, რომ იმის გამო, რომ განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმა ჩვენს პარტიაში, შემოვიდეს კიდევ უფრო მეტი ახალი ენერგია და ასევე ჩვენი პარტია და შესაბამისად ჩვენი ამომრჩეველი დაუახლოვდეს საერთო ეროვნულ გამარჯვებას, ჩვენი ხალხისა და ქვეყნის გამარჯვებას, შეიქმნება საბჭო, რომელიც მოამზადებს რეფორმათა პაკეტს და რომელიცაც გაითვალისწინებს შემდეგ ცხადია ჩვენი პარტია იმისათვის, რომ პარტიაში განხორციელდეს რეფორმა, ამავე დროს დაცული იყოს შიდა დემოკრატია და
საბოლოო ჯამში პარტია გახდეს გაცილებით უფრო მეტად მომზადებული და ბრძოლის უნარიანი ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებისათვის. როგორც კი საქართველოში გამოიდარებს ხოლმე და კარგი ამანი დადგება, კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები მაშინვე იწყებენ რეგიონებში გასვლაზე საუბარს და რეგიონებში გასვლა კარგამინჩის და ცუდამინჩის აუცილებელია და თუ მხოლოდ გასეირნებები უნდათ პოლიტიკურ განცხადების თავი დაანებონ და დადგნენ საქართველოს ბუნებით უსურვებდი მათ. საერთოდ ნაკლებად მნიშვნელოვანია ვის აირჩევენ თუ არ აირჩევენ თუ რა ფორმით ჩაატარებენ. ფაქტი ეს არის, რომ ეს ეგრეთ წოდებული პარტია მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად იყოს შეფასებული და ერთხელ და სამუდამოდ გავიდეს პოლიტიკური ველიდან, იმ ველიდან, სადაც იგი ცდილობს, რომ მოშხამოს როგორც მოწამულმა ნაყოფმა მთლიანად პოლიტიკურ ველზე შემოიტანოს დისონანსი და იბრძოლოს საქართველოს საწინააღმდეგო. ეს ხომ ოპოზიციაც არ არის, ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა და აგენტურა გამომდინარე იქიდან, რომ იბრძვის პირველობისთვის პატრონების წინაშე ამ კონკურენციაში ისინი, ასე ვთქვათ, ვერ ახერხებენ იმ წარმატების შენარჩუნებასაც კი, რაც ჰქონდათ თუნდაც წლების წინ. შესაბამისად, პროცესები ვითარდება სწორი მიმართულებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ესეც არ არის საკმარისი. მთავარია, რომ ამ მოღალატეობრივ ძალას, მტრულ ძალას ქართული ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ მტრულად განწყობილ ძალას სათანადო პასუხი გაეცეს და ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ საზოგადოების პასუხი არჩევნებზე. ამას სჭირდება სათანადო სამართლებრივი პასუხი. ეს არის აგენტურა სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება, მათ საბოტას სჭირდება სათანადო სამართლებრივი შეფასება და ამისათვის რა თქმა უნდა ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს. ლელო საქართველოსთვის პოლიცაბჭოს წევრი ვატო სურგულაძე აცხადებს, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა მომდევნო არჩევნებში ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში უნდა მიიღონ მონაწილეობა. მისი თქმით, თუ ოპოზიცია საკმარისად იმუშავებს და მოსახლეობის სრული უმრავლესობა არჩევნებზე მივა, ხელისუფლება დიდი პროცენტით წააგებს. ამის შესახებ ვატო სურგულაძემ გურია ტივის ეთერში ისაუბრა. მე ვფიქრობ, რომ ადრე არ არის საუბარი, თუ ხარ პოლიტიკური პარტია, შენ პრაქტიკულად ყოველდღიურად უნდა არჩევნებისთვის ემზადებოდ. და როდის დანიშნავენ, ეს იქნება 26 წელს, მე მაინც რაღაც იმედი მაქვს, 26 წელს შეიძლება ჩატარდეს დიახაც შემოდგომაზე, თუ 28 წელს ჩვენ აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ჩვენი ლიდერები დაპატიმრებული იქნებიან თუ არ იქნებიან და ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და ამასაც ჩვენ 2024-ში მოვიგეთ არჩევნები. მოვიგეთ დიახაც და ამას ვერ გადაგვარწმუნებს, რომ არ მოგვიგია. ჩვენ მოვიგეთ. ერთობლივად რა თქმა უნდა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიგეთ, მაგრამ რაც მოხდა, მე გურიაში ვიყავი ალბათ გახსოვთ და უბრალოდ 14%-ის ნაცვლად 8% დამიწერეს და საშინელება ხდებოდა, საშინელი გაყალბები. 2025-ზე ადგილობის აღარ ვიტყვი. სრული კატასტროფა იყო. უმტკიცებდნენ ალბათ ბიზნესს, რომ მაგრები ვართ და 60%-ზე მეტი აღება შეგვიძლია. და ამ კატასტროფულ ვითარებაში თქვენი თქმით აპირებთ მაინც რომ შეხვიდეთ, თუ კი დაუშვათ არ შეიცვალა რაღაცა. რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, რატომღაც ზედმეტად ალბათ თავდაჯერებულები ვიყავით რომ მოვიგებდით, მაგრამ არ შეხვიდე არჩევნებში. გამოაცხადა ბოიკოტი, რაც ახლა მოხდა. აი მე ვწმუნდები რომ 25 წელს რომ გამოსულიყო თბილისში მაინც არ ყოფილიყო ბოიკოტი, დღეს კახიკალაძე აღარ იქნებოდა თბილისის მერი. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პროექტ გიგანტური წიგნების ფარგლებში გამოცემული გაზეთ ივერიის 1886-1887 წლების კრებულების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი ფონდ ქართუს დაფინანსებით განხორციელდა. ოზურგეთში გიგანტური წიგნების პრეზენტაცია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა კონსტანტინე გამსახურდიამ, პროექტის ავტორთან, ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელთან, ნოდარ დუგლაძესთან და ასევე ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელთან, პროფესორ მარინა ჩხარტიშვილთან ერთად გააკეთა. გიგანტურ წიგნებში, რომელიც ორ გამოცემადაა დაბეჭდილი, გაზეთ ივერიის 1886-87 წლების გამოცემის ყველა ნომერია შენახული და მისი უნიკალურობა სხვა ფასეულობებთან ერთად ამაში მდგომარეობს. გიგანტური წიგნების ერთი ეგზემპლარი ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ოზურგეთის ცენტრალურ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა. ღონისძიებას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კულტურისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებიც მათ შორის ესწრებოდნენ. აქ ოზურგეთში ოზურგეთის საჯარო ბიბლიოთეკას გადავეცით გიგანტური წიგნები. ეს არის ილია ჭავჭავაძის მიერ დაარსებული და მის მიერ გაძღოლილი ივერიის 1886 და 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი. აკინძული ერთ გიგანტურ წიგნად. გიგანტური წიგნი ამას იმიტომ ქვია, რომ მას აქვს შთამბეჭდავის ზომები. ჩვეულებრივ წიგნს ასეთი ზომები და წონა არა აქვს.
დღეს პირველად მოხდა გურიაში, ჩემს მშობლიურ მხარეში ამ წიგნის წარდგენა. წიგნის ქვია ისევ იბერია, ოღონდ შედგენილი არის იმ გაზეთებიდან, იმ დროინდელი მასალებიდან, რომლებიც გამოიცემოდა 1886-87 წლებიდან და ძალიან მოხარული ვართ ამ დღისთვის და მიხარია ყველას ულოცავ ოზურგეთლებს ამ საოცარ დღეა და მინდა რომ სულ წარმატებები გქონდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენ გურიას და მთლიანად საქართველოს. ოზურგეთის ნომერ პირველი საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა დღეს კიდევ 400 წიგნით შეივსო. ეროვნული ბიბლიოთეკის საჩუქარი სკოლას ყოფილმა კურსდამთავრებულმა, ამჟამად ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა მარინა ჩხარტიშვილმა და თავად ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა პირადად გადასცეს. აღნიშნული საჩუქრის ინიციატორი ქალბატონი მარინა გახლავთ, რომელიც მშობლიურ სკოლას მუდმივ მხარდაჭერას უცხადებს. ვიმყოფებით ჩემ მშობლიურ პირველ საშუალო სკოლაში, დღევანდელ ქართულ გიმნაზიაში და დღეს ამ სკოლას ჩამოუტანეთ საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკიდან 400 მხატვრული ლიტერატურა და გამამდიდრად პირველი სკოლის ბიბლიოთეკა ამ წიგნები და ძალიან მიხარია რომ მეც ცოტა წვლილი შევიტანე ამ დიდებულ საქმეში და მადლობა ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას რომელიც თვითონ გვახლავს აქ და თვითონ გადასცა სკოლის დირექტორს ეს სახელმძღვანელოები მხატვრული ლიტერატურა და ძალიან მიხარია რომ ჩვენი მოსწავლეები ოზურგეთის ბავშვები განიხილავენ, წაიკითხავენ და უფრო თავის სიტყვას იტყვიან ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში. მინდა გითხრათ რომ ასეთი სკოლები, როგორც აი ეს სკოლა არის, პირველი საჯარო სკოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო ცენტრი, რომელსაც ყავს მეტად მომზადებული და საოცარი შთაგონებით ახსავსე პედაგოგთა კოლექტივი. სკოლას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია და ეს მეტყველებს ამაზე მეტყველებს ის კედელი, რომელზეც განთავსებულია არაერთი ფოტო საქართველოსთვის და მე ვიტყოდი მსოფლიო კულტურისთვისაც კი მნიშვნელოვანი ადამიანებისა. ძალიან ძვირფასი საჩუქარი მივიღეთ ჩვენი ღირსეული კურსდამთავრებულიდან, ქალბატონი მარინა ჩხარტიშვილიდან, რომელიც დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოღვაწეობს. დღეს გვეწვია და 400 წიგნი გადმოგვცა საჩუქრად. ძალიან დიდ მადლობას გადაუხდი ქალბატონ მარინას, ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას და ეროვნულ ბიბლიოთეკას ასეთი ძვირფასი საჩუქრისათვის. დღეს ვთვლი რომ ოზურგეთის სინამდვილეში რაღაც მნიშვნელოვანი დღე ჩაიწერა ერთ-ერთი ეს არის ბიბლიოთეკისთვის გიგანტური ივერიის გადაცემა და როგორც რიგითი ოზურგეთელი ამ შემთხვევაში მადლობას ვიტყვი და მადლობას ვიტყვი როგორც რესურს ცენტრის ხელმძღვანელი რომ ეს წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით წარსულში ნასამართლები ერთი პირი დააკავეს. ბრალი 20 წლამდე უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დაადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად არასრულწლოვანს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალი 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ახლა კი ჩვენს ეთერში ამინდის პროგნოზის დროა. გაგაცნობთ ხვალინდელი დღეს პროგნოზს. ოზურგეთში მოსალოდნელია 24 გრადუსი სითბო, რაც შეეხება ჩოხატაურს აქ დაფიქსირდება 26 გრადუსი, ხოლო ლანჩხუთში სინოპტიკოსები ვარაუდობენ 28 გრადუსს. ურეკში ასევე ნავარაუდებია 28 გრადუსი, ხოლო ბახმაროში დაფიქსირდება 17 გრადუსი, რაც შეეხება თბილისში იქნება 33 გრადუსი სითბო. დღეისათვის სულ ეს გახლდათ, მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.